მოშვებას. 1 სექტემბრიდან რიგი წამლების ურეცეპტოდ გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით ბოლო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა და ის არგუმენტები განიხილა, რის გამოც მისმა უწყებამ რამდენიმე ათეული წამლის ურეცეპტოდ გაყიდვა აკრძალვა. Დღევანდელი შეხვედრა არის ერთ-ერთი ნაწილი იმ საინფორმაციო კამპანიის, რაც რამოდენიმე თვის განმავლობაში წინ უძღოდა ამ რეცეპტების ინსტიტუტის აღდგენას. დღეს გვექნება შეხვედრა როგორც ექიმებთან, ასევე ზოგადად საზოგადოების წარმომადგენლებთან, იმისათვის რომ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებს გავცეთ პასუხი და ასევე გავაცნოთ, მოუყვეთ ის დეტალები, რაც აქამდე არ იყო მათთვის ცნობილი. მე ვფიქრობ, რომ არანაირი რიგები, ჯერ ისედაც ჩემი პაციენტები ყველა მედიკამენტს ჩემი დანიშნულების გარეშე ისედაც არ იღებდნენ, ხო? და შესაბამისად აქედან გამომდინარე შეიძლება პირველი ერთი კვირა იყოს რაღაც გაუგებრობა, შეიძლება რაღაც შევსების პრობლემა იყოს, რომელიც თანდათან ნელ-ნელა ალბათ დავაგდება. რეცეპტორული სისტემის დანერგვა დაარეგულირებს ერთი თვითმკურნალობის რიცხვს შეამცირებს, მეორე არარაციონალური გამოყენების პრაქტიკა გაუქმდება, ანუ პაციენტები მიიღებენ იმას, რაც მათ ექიმმა დაუნიშნა და არა იმას, რაც თვითონ გადაწყვიტეს და მესამე ქრონიკული პაციენტების შემთხვევაში ექიმებს მიეცემათ საშუალება მიმდინარე მეთვალყურეობის